რა შეიძლება ტყუპის ნიშნით დაბადებულ ადამიანებს? აქაც იცვლება დეკორაციები, მნიშვნელოვნად იცვლება დეკორაციები, იმიტომ რომ ძალიან გარდამტეხი და მნიშვნელოვანი კვირა ელოდებათ ძვირფას მერკურიანელებს, განსაკუთრებით ტყუპებს, იმიტომ რომ ტყუპის მმართველი პლანეტაც იცვლის პოზიციას და ის გადადის თავის მართვის ზონაში, ტყუპებშივე გადადის მერკური, რაც იმას ნიშნავს, რომ ძვირფასი ტყუპები ცოტა მოდუნებული შეიძლება იყვნენ, ცოტა შენელებულადაც აზროვნებდნენ, ვიღაცასთან იყო სურვილი აი მეტი დაესვენათ, რაღაცები გადაედოთ თუნდაც, მაგალითად, ან თვითონ სიტუაციები იყო შეიძლება ცოტა შენელებული და აი ამ კვირაში განსაკუთრებით 20-22 რიცხვის შემდეგ ელექტროშოკი მოდის შეიძლება ითქვას, ტყუპები უცებ გამოფხიზლდებიან, არა მხოლოდ გამოფხიზლდებიან, რაღაც შეიძლება ითქვას 220 ვოლტის სიხშირეზე გადავლენ, იმიტომ რომ აქ ტყუპებს უნდა შეხვდეს ისეთი პლანეტა, როგორიც არის ურანი, ჩვენ გველოდება წინ მერკურის ურანის ალიანსი და შესაბამისად ტყუპის ნიშნით დაბადებულ ადამიანებთან იწყება ცხოვრების არა მხოლოდ ახალი ერთი კვირა, არამედ ახალი 7 წლები, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია დააკვირდეთ რა გადაწყვეტილებებს იღებთ და ეს გადაწყვეტილებები ხომ არ არის სხვისთვის გულსატკენი ან დამაზიანებელი. სხვა შემთხვევაში იდეების გენერატორი იქნება. ანუ ამ ორ კვირაში უნდა დაფიქრდეთ ამ გადაწყვეტილებებს. ამ კვირაში განსაკუთრებით, რომ ახალი სტატუსის და მნიშვნელოვანი არჩევანის წინაშე დადგებიან ტყუპები.